სერიოზული სკანდალია და ხალხი მსჯელობს, როგორ მოხდა, რომ ქათმის ნაკელ დაჭამი ძროხის ძეს გვასმევდნენ მთელ ერს და არ ყვევს ახლა ვინ არის დამნაშავე, ვის უნდა მოვკითხოთ აქ, ვიღაცები პოზიტიურადაც უყურებენ, ეგეთებიც აღმოჩნდნენ, მოკლედ მაგაზე ვისაუბრებთ. პარალელურად ოცნებამ ტრამპი მე მგონი deep state-ია, ან ვერ ერევა, ან მაგათი კაცი, ან თლად ვერ ჩამოყალიბდნენ, მაგრამ ცოტა ტრამპიც deep state-ის მიმართულებით რომ გადაახარეს თავის პროპაგანდაში მეორე თემაა და მესამე არის თვითონ ტრამპი რომ მთელ პლანეტას ასე ვთქვათ გადასახადებს, უწესებს, ამიტომ საინტერესო გადაცემა იქნება და ყველას ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ რომ ჩვენ მედია პროექტს დაეხმაროთ, აი ქვემოთ არის ანგარიშის ნომრები წარმოდგენილი. მოდი დავიწყოთ. ეს რძესთან დაკავშირებული სკანდალი, რომელიც მართლა მთელი ქვეყანა აღაშფოთა და ყველა ამაზე ლაპარაკობს, იმიტომ რომ ხალხი გაოგნებულია, კომპანიები, რომლებისგანაც ყველა ყიდულობდა რძეს და რძის პროდუქტებს, გაირკვა, რომ ისეთ ნივთიერებებს რომლის პროდუქტებიც ისეთ ნივთიერებებს შეიცავდა, რომლებიც ძალიან სახიფათო შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის, მათ შორის, ვთქვათ, კიბოსაც შეიძლება იწვევდესო, ორ ნაწილად, რო გაიგოს მაყურებელმა, სინამდვილეში ორი სხვადასხვა თემასთან გვაქვს საქმე. ერთი, რაც აი ბოლო 2 თუ 3 დღე გავრცელდა, არის ხარისხის კონტროლის სამსახურმა ჩაატარა კვლევები და ესეთი კომპანიაა სოფლის ნობათი, ყველა მიცე კომპანია, ძალიან ბევრი სხვა სახეობები მაგალითად სულ მაგას ყიდულობდა. სხვა სახეობების მაწონი, რძე, რაღაცა არაჟანი, ყველანაირი სახეობის რძის პროდუქტებს ძალიან დიდ წილად არის წარმოდგენილი ბაზარზე. ამ კომპანიის რძის პროდუქტების ნაწილში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც შეიძლება არ უნდა იყოს შემცველობაში და შეიძლება იწვევდეს ღვიძლის დაზიანებას და მათ შორის ონკოლოგიურ დაავადებებსაც. ეს ერთი სკანდალი, რაც გავრცელდა და მეორე სკანდალი სხვა მიზეზით გავრცელდა. ესეთი კომპანია იყო ყვარლის ბაგა, ეხლაც არის ფერმა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საქართველოში, რომელზეც გაირკვა, რომ 2018-2020 წლებში ეს კომპანია ქათმის ნაკელს აჭმევდა სხვა კომპანიისგან, აი ბიუს ქათმების ფერმა როა. აი მაგ კომპანიის გაყიდულობდა ქათმის ნაკელს, ამას აჭმევდა ძროხებს, რაც თურმე სახიფათოა და თურმე კი არა, ხო გასაგებია რომ სახიფათო რატო იქნება. და აქედან ამ სავარაუდოდ აქედან შემდეგ იმ რძეში, რომელსაც გამოიმუშავებდა ეს ფერმა, ასევე აღმოჩნდა აკრძალული ნივთიერები, რაღაც ანტიბიოტიკები და სხვა კომპანიების სანტე, სოფლის ნობათი, აგროჰაბი და სხვა კომპანიები ყიდულობდნენ ამ ფერმიდან, რომელიც ქათმის ნაკელს აჭმევდა ძროხებს და 2 წელი ამ ნაკელზე ასაზრდოვებდა ძროხებს. აი ეს არის სურათი, რომელიც უცებ გაიგო ხალხმა და ხადია ხალხი ახშფოთებული, მათ შორის აღმოჩნდა ისეთ რძის ნაწარმში, რომლებიც აი კონკრეტულად ბავშვებისთვის არის გათვლილი, ეგეთ რძის ნაწარმშიც აღმოჩნდა აკრძალული ნივთიერებები. აი ეს არის მოცემულობა. რა არ ვიცით კიდე და რის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, ეგ მაგაზე ცალკე თავის ტკივილია ახლა ხალხში არის ხმა, რომ ახლა გაირკვა, კარგი 2018-2020 წლებში ნაკელს აჭმევდნენ, ხო? ეგეც როგორ გაირკვა, რომ რაღაც სასამართლო დავა იყო ორ კომპანიას შორის და ამ სასამართლო დავის წაგების შემდეგ ბიუს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მათ უსამართლო წააგეს სასამართლო დავა და აი ჩვენ ნაკელს რო აჭმევდნენ ისინი, ჩვენ არ ვიცოდით, რომ ნაკელს ძროხებს აჭმევდნენ და ხალხმა გაიგო, რომ ძროხებს ნაკელს აჭმევდნენ. აი მაგ განხილვით. ისე კი არა რაღაცა აღმოაჩინა, რაღაც ხარისხის კონტროლმა გვითხრა, ასე რატო იყო რაღაც აღმოაჩინეთ, გაგაგებინეთ ხალხო. წლების წინ ასე ვიღებდით რძეს. თან მნიშვნელოვანი რა არის, იცი, ახლა ძალიან დიდი ხაიპია ამ საკითხთან დაკავშირებით, სკანდალით აწეული და ანუ ამ კონკრეტულად ამ ბრენდის მიმართ ხდება
აი სამართლიანი აღშფოთება, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ მარტო ასე ვთქვათ ეს პროდუქცია, ანუ სოფლის მეურნეობის ნობათის პროდუქცია არ არის ამ მდგომარეობაში და ნებისმიერი საკვები პროდუქტი რო შევამოწმოთ, იქაც დარწმუნებული ვარ საკმაოდ ბევრ რაღაც არაჯანსაღ ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებას იპოვიან. ეხლა ჩვენ რითაც ვიკვებებით განსაკუთრებით ქალაქებში, აი მსხვილ ურბანულ ზონებში, ეხლა გინდ ხილი ავიღოთ, ხო, აი გინდის ავიღოთ სხვა ნებისმიერი საკვები პროდუქტი, ну მე დარწმუნებული ვარ რომ ყველგან დიდწილად იქნება სერიოზული დარღვევები და პრობლემები და არავინ ამ საკითხს არ აკონტროლებს სიმართლე რო გითხრათ და ეს არ არის მარტო ვიწრო ქართული პრობლემა. ეხლა აი ტრამპი ხო აქტუალურია ხა მთელი სოფლიოსთვის და მათ შორის ჩვენი შიდა პოლიტიკური სივრცისთვის და ტრამპმა ვინ დაანიშნა ჯანდაცვის მინისტრად? ბობი კენედი. ბობი კენედი რით იყო უნიკალური და ცნობილი, რომ ის ხშირად საუბრობდა იმაზე, რომ ეს მსხვილი ტრანსნაციონალური კორპორაციები, რომლებიც ამ საკვებ პროდუქტს ქმნიან და ყიდიან, ისინი სხვადასხვა ამ კანცეროგენებს და ქიმიურ ტოქსინებს იყენებენ, რომელიც ჟამთელობისთვის არის მავნებლობა და ისინი ხშირად ლობირებენ ამ ხელისუფლებებს, თავად ხელისუფლებასთან ასოცირებული ჯგუფები არიან და ცხადია სახელმწიფო არ იღებს მათ წინააღმდეგ არანაირ ზომებს და ეს ადამიანი ამ ლოზუნგით მოვიდა ამერიკის ამ ჯანდაცვის უწყებაში, რომ ლოზუნგით კი მოიფიქრეს Make America Healthy Again, ანუ მოდი კვლავ ჯანმრთელი გავხადოთ ამერიკა და ეხლა სადაც ამერიკაში და დასავლეთშია ეს პრობლემა, სადაც საზოგადოებას უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს რომ ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს, უფრო მეტი დაინტერესება ამ ყველაფრის მიმართ და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოება უფრო მკვეთრად რეაგირებს ამ მსგავს პრობლემებზე. ჩვენთან ამ მიმართულებით ხო წარმოგიდგენიათ რა კატასტროფა იქნება და ჩემი პოზიცია რა არის ახლა? ჩემთვის ეს არ ყოფილა სიახლე, ანუ კონკრეტულად არ ვიცოდი რომ ქათმის სკინტს გვასმევდნენ თურმე ეგ ცოტა ეგზოტიკური აღმოჩნდა, მაგრამ თვითონ ის მიდგომა რომ ჯანმრთელი და ჯანსაღი საკვები არ არის, რასაც ჩვენ ყიდულობთ. ეგ მე მგონი არავისთვის არ იყო სიახლე და რატომ ხდება ასე? იმიტომ ხდება, რომ სახელმწიფო ამაზე არ ახდენს რეაგირებას. რატო იცით? იმ კომპანიების მფლობელები ხშირად თავად არიან სახელმწიფოში მოკალათებული ჯგუფები და თავის თავს ხო არ დაუწესებენ შეზღუდვებს და თავის თავს ხო არ გამოუტანენ განაჩენს. მათი ბუნებრივი ინტერესია, რომ მაქსიმალურად სწრაფად გამდიდრდნენ და ეს ასეთი სწრაფი გამდიდრება ასეთი ხერხებითაა შესაძლებელი. ხა შენ რაღაცა სტიმულატორებს და რაღაც ქიმიურ ტოქსინებს აჭმევ, ეს ძროხა იქნება თუ სხვა რაღაც ასე ვთქვათ ცხოველი, ამისგან სწრაფად იღებ პროდუქტს და მერე სწრაფად ამას ყიდი. ცხადია, აქ საზოგადოების ინტერესი არსად არ არის, სამაგიეროდ ამ ვიწრო ფინანსური ჯგუფის ინტერესები ყველაფერში ჩანს, იმიტომ რომ ისინი სწრაფად მდიდრდებიან. მან უნდა ითქვას, აი რა არის პრეტენზია რაშია გამოსავალი, ხო? ანუ სინამდვილეში საკითხი ეგრე დგას, რომ კერძო კომპანიები გადავლენ ხოლმე რაღაც დაშვებულ ზღვარს, მოგების მიღებისთვის, თქვათ იაფ საკვებს ეცდებიან, რომელიც შეიძლება არ იყოს თლად ჯანმრთელი. რაღაცებს არ გააკონტროლებენ, მაგალითად მიიღეს რაღაცა რძის ნაწილი, რომელიც შეიძლება რაღაცა შეიცავს და საერთოდ არც გადაამოწმებენ, ან ეცდებიან რომ ისიც გამოიყენონ. მოხმარებაში გაუშვენ. ან მან პრეტენზია რა დგას? 2018-20 წელს რაღაცა ხდებოდა, ყველამ გაიგო შემთხვევით სასამართლო დავის შემდეგ გამოვიდა ერთ-ერთი მხარე უკმაყოფილო ვარო და რაღაცები მოყვა და მასზე გაიგო, ხო? თავრობას კონტროლის მექანიზმები თუ არ აქვს დაწესებული, მაგალითად ძალიან მასშტაბური საკვების წარმოებელი კომპანია. ხო?
ისეთი კონტროლის მექანიზმები თუ არ არსებობს პროდუქციის ხარისხის კონტროლისა, რომ რაღაცა წლების შემდეგ შემთხვევით იგებ, მან რა თქმა უნდა კომპანიების ნაწილი დაარღვევს წესებს. მან რამ მოლოდინი გვაქვს, მარტო ეს კომპანია კი არ დაარღვევს. სხვა კომპანიები, რამდენი კომპანია შეიძლება ყოფილიყო იგივენაირი, რომ 2018 წელს რაღაცას არღვევდა და ვერ გავიგეთ, იმიტომ რომ შემთხვევით სასამართლოდან არაფერი არ გამოვიდა. მექანიზმები თუ არ იქნა გადამოწმების, აი რაღაცა ხარისხის კონტროლი ინტენსიურად ამოწმებს და უკვე კი არ გავიდა ბაზარზე და კი არ იყიდეს და ბავშვებს კი არ აჭამეს, არამედ საწყის ეტაპზევე რაღაცა მოდის დიდი პარტია მაგალითად და იმებს რეგულარულ შემოწმებას უტარებენ იმისთვის, რომ ვიღაცას არ ქონდეს წაცდენა და ამაზე საფრთხეა და თვითონ მოტივირება ხდება, რომ იმ კომპანიამაც ამოწმოს საკუთარი პროდუქცია, რომ შემთხვევით მე ისე არ მოხდეს, რომ ხარისხის კონტროლმა დიდი პარტია აღმოაჩინა და სერიოზული სანქციები მოყვა ამას. ეგრე თუ არ დაალაგდა ეხლა მან უბრალოდ ესე გამოვარდეთ და მოდი აი ერთი კომპანიაა და ეს რაღაც აღმოაჩინეს, რამდენია რომელსაც არ აღმოუჩინეს. და მაგალითად იმ შემთხვევაში რაც ეხებოდა იმ ყვარლის ბაგას, იქ საერთოდ არაფერი არ აღმოაჩინეს, ანუ ჩვენამდე არავინ არაფერი არ მოიტანა, ეგ რაღაცა შემთხვევით გახმაურდა. მაგ საკითხზე ცოტა უფრო ფართოდაც რომ შევხედოთ მაგ საკითხს, ხო? ახლა ზოგადად მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს რაღაც კონკრეტულად საქართველოში ხდება. გიორგი მას ახსენა, რომ ეს სოფლიო პრობლემაა და ეგ არის როგორი მოვლენა, იცი, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ნებისმიერი პროდუქცია, რაც საქართველოში შემოდის, ის პროდუქცია, რისგან არის გაკეთებული რა პირობებში, ძალიან სხვა სურათი იქნება რეალურად, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია და ბევრად უარესი სურათი იქნება სინამდვილეში. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ თანამედროვე რეალობაში საკვების წარმოების პროცესი არის გადასული ძალიან მასშტაბურ ფორმებს მიაღწია, უზარმაზარი რაოდენობის საკვები მზადდება, მით უმეტეს გარედან შემოტანილი საკვების მაგალითებიც რომ მოვიყვანოთ, რაღაც უამრავი მილიონი ტონა რაღაცა იწარმოება, ხო? ეგ პროცესი არის გადაქცეული არაბუნებრივ პროცესად. კომერციათა აქცეული. ხო, ეგ იმისთვის რომ აქ ხელა საწარმოო რესურსებს და შედეგებს მიაღწიოს, პროცესი არის გადაკეთებული რაღაც როგორც ბუნებაში ცხოველი რაღაც იწველება, რაღაც ცხოვრობს და რაღაც ბუნებრივ პროცესშია, ხო? მანდედან ძალიან ამოვარდნილია წარმოების პროცესი. ამიტომ რეალობა არის ასეთი, რომ საკვები, რასაც ჩვენ ვიღებ, ძალიან დაბინძურებულია, ძალიან რაღაც ცუდ შემადგენლობებს შეიცავს, იმიტომ რომ ასეთი მასშტაბი საკვები საშუალებების დამზადება მასე აყენებს საკითხს. აქ საქართველოში ახლა ეს ფაქტი, რაცა ეს როგორც ჩანს, კიდე მაგ სტანდარტებიდან ამოვარდნილი მოცემულობა, იმიტომ რომ იქ რაღაც ძროხები მოკვდა, იქ რაღაცა აღმოაჩინეს კიბოს რო აჩენს ეგეთი. ამიტომ ეს არის ძალიან დიდი დარტყმა პირველ რიგში ზოგადად ბიზნესისთვის. ეს არის სერიოზული დარტყმა. მე დარწმუნებული ვარ, ახლა ამ დარტყმას დიდი ხანი იგრძნობს საქართველოში მაგ მიმართულებაში მყოფი ბიზნესი. აი მაგალითად და არ ვიცი რა როგორ მე გეტყვი როგორ გაანეიტრალებენ დაკავშირებით აი მაგალითად ეფექტს გეტყვი. ეხა აი ხო აღნიშნე რომ აი ამ კონკრეტულ ბრენდს ჩემი ოჯახი ამ ბრენდით იკვებება, ну რა ვიცი, წლებია ეხა სოფლის ნობათის რძე, არაჟანი, კეფირი, რა ვიცი, აი რძის ნაწარმი ძალიან მიყვარს და თან ცოტა კი არ ღირს კაცო, ანუ მაგალითად სანტეზე უფრო ძვირი იყო ყოველთვის ეს სოფლის ნობათი და მეგონა რომ ოდნავ ძვირი როა
ესე იგი უფრო ნატურალურია და უკეთესია. ნუ ყოველ შემთხვევაში შედარებით ხა 100%-იანი ნატურალური რძერო არ იყო, ისედაც ვიცოდი. და ეხლა უკვე რა ეფექტი გამოიწვია. ეხლა აი ჩემი ცოლი მეუბნებოდა, რომ ეხლა ჩვენთან უბანში არის გახსნილი რაღაც ბელორუსული მაღაზიის ქსელია. და ანუ იქ შედარებით ისეთი პროდუქცია, ბელორუსული წარმოების პროდუქცია. და ანუ აი რიგები დგას, აი მიაწყდა ყველა და ამ ბელორუსული ამ წარმოების რძის ნაწარს ყიდულობს ყველა, მათ შორის რძეს. ნუ ცოტა ძვირია იქ შედარებით. მაგრამ ნუ რაც ინტერნეტში წავიკითხე ხა, ნუ უფრო ნატურალურია და მე რას ვერ ხვდები, იცი? აი ნუ თუ აი სუფთა მარკეტინგის თვალსაზრისით. აი ხა მე ბიზნესმენი არა ვარ და შორს ვარ ზოგადად ამ დარგისგან, მაგრამ ეს ჩემი რაღაც ლოგიკური ისა მაქვს, აი რაღაც წარმოდგენები, რომ აი შენ რო აი ბრენდად აქციო, რა იცი, რომ აი მე ვაწარმოებ 100%-ით ნატურალურ პროდუქტს. აი შენ რო აი შენს რეკლამად, იმიჯად რო გადააქციო, შენი პროდუქციის იმიჯად რო გადააქციო, რომ მე 100%-ით მენდეთ ხალხო, აი მე ვაწარმოებ ჯანმრთელ ჯანსაღ საკვებს. სულ რო ეს უფრო ძვირი დაждდეს და გასაგებია, ხო ეხა რაღაც არაჯანსაღ საკვებზე უფრო ძვირი ეღირება, ეგ ბუნებრივი და ლოგიკურია, მაგრამ მე მგონია, რომ ეგეთ პროდუქტს მე მაგათ უფრო ვიყიდი, ეხა რომ ვიცოდე, რომ სიტყვაზე არაჯანსაღი რძე რაღაც 5 ლარი ღირს, მაგრამ ჯანსაღი 8 ლარი ღირს, ან 10 ლარი თუნდაც. მე იმ ჯანსაღს ვიყიდი, ეხა მირჩევნია 2 მაგი გადავიხადო, მაგრამ სამაგიეროდ საწამლავი არ დაუ. უბრალოდ რა უნდა ითქვას, იცი, აი ერთს დავამატებ. მე მაგ კუთხით ის უნდა ითქვას, რომ არსებობს ეგეთი პროდუქციებიც, საქართველოში ამდენად არსებობს, არ ვიცი, მაგრამ ზოგადად ეგეთი პროდუქციები არსებობს, რომელიც აი უფრო ნატურალური და უფრო ძვირია, მაგრამ ეგეთი პროდუქცია არის უფრო ცოტა. და ეგეთი პროდუქციით ასეთი ფართო მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებ. ფართო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად არის უფრო იაფი და ნაკლებად ჯამრთელი. ამიტომ საქართველოს ნაირ გაჭირვებულ ქვეყანაში ხა დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი, რაც შემოდის, ყველაფერი არის რა თქმა უნდა იქნება მაღაზიაში ხა ძვირიანი რაღაცა ისეთი პროდუქციებიც, მაგრამ ძირითადად ხალხი იკვებება არაჯანსაღი პროდუქციით, იმიტომ რომ ყველაფერი იქნება რაღაც ეგრე დამზადებული. მეც არა ვარ ეხა არც ბიზნესმენი და არც თითეული წარმოების იმაში არ ვერკვევი ნიუანსებში, მაგრამ ეგეთი წარმოდგენა მაქვს, რომ ზოგადად ასეთი ფასები, აი ფასების კონკურენცია რაშიც მიდის, რომ აი მასიური წარმოება რაშიც ხდება, ის საკმაოდ ცუდად იწარმოება, საკმაოდ დაბალი ხარისხი.